ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? ჩემი შეყვარებული. შეგიძლია რომ დაურეკო და უთხრა? კი. და თან სპიკერზე რა ჩართო? ეხლა დაირეკებო ჩვენ. ხო ბიჭო, ძალიან მიყვარხარ. მე ძალიან მიყვარხარ ძმა. აი, მიდი აბა. მადლობა. ძალიან რომანტიული იყო, მადლობა. ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად? ალბათ საკუთარი თავი თუ არ გიყვარს, არავინ არ გიყვარს, ხო? კი, ეგ ალბათ ეგრეა, მაგრამ საკუთარი თავის გარდა? მოდი მივყვეთ მაშინ რა. ჩემი მშობლები, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახია. ხო, ალბათ ეგ, მოდი მაგდან რომ დავიწყოთ რა. და ხშირად ეუბნები ხოლმე რომ გიყვარს? ჩემ შეყვარებულს უფრო ხშირად ვეუბნები, ვიდრე ჩემი ოჯახის წევრებს. მოდი, მაშინ ჯობია რომ ოჯახის წევრს დაურეკო. გონი. კაი, დაურეკო. კაი. ეხა ურეკავ ჩემდას რა. ხო. ხატი როგორ ახარ? არა, ვიშარ შე როგორ ახარ? კარგად, ხატი მიყვარხარ და ამიტომ დაგირეკე. და? რა, მიყვარხარ თქო რა, მაგიტომ გირეკავ. მეც მიყვარხარ. ძალიან კაი. ორშაბათამდე 150 ლარი. კაი, სულ ეგ იყო მოკლედ რა. კაი ხარ. კაი. ნახე როგორ მიწერია ნომერი. დაიკო ჩემი. გამარჯობა. ძალიან პოზიტიური კითხვა მაქვს თქვენთვის. ვინ გიყვართ ყველაზე მეტად? დედაჩემ. და ხშირად ეუბნებით რომ გიყვართ? მაშინ ეხლა რომ დაურეკოთ და უთხრათ? დაურეკა ვეთყვი რა, მაგრამ ჩემი აზრით სიტყვაზე კაი ყოველთვის აქციელით რა თქმა უნდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ სიტყვითაც ძალიან გაახარებთ. ძალიან პოზიტიური სოციალური პროექტია რა, ეგ თამარ მეფე რომელ წელს რაღაცაში ვეფხის ტყაოსანი რომელ წელს დაწერა. აი, როგორი მარტივი და კარგი კითხვით მოვედი. და თუ შეიძლება სპიკერზე რო ჩართოთ. დაკავებ. უი, ადი მამა ჩემს რა არ ეწყინოს ამ მამა. ვიდეოს რო უყურეს რა. იყოს მამა. ნუ ეცოდინება რომ თქვენ ცადეთ. რაღაცა. დაკავებ ბაკაც რა. შეიძლება ერთმანეთს ელაპარაკები. შეიძლება ეს რაიცი ელაპარაკები. კარგი, მაშინ აი ვინ შეიძლება კიდევ გაიხსენოთ? გირეკავს დედა. დედი. ძალიან მიყვარხარ დედა, მინდა რომ იცოდე რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის და ეს ახლა ახალი ამბავია, მთლიანი ყურა ხარ. არა დედა. მიდი გაკოცე, აბა მიხედე და დავა. ო, ფარული კამერა. არა, კუჩაში ახლა კარჩე გამაჩერეს აი კაი ახალგაზრდებმა და მითხრეს რომ ყველაზე მეტად ვინ გიყვარს და ცოტა რა დავფიქრდი შენ და აბა დაურეკეო და აგე ხო მიხვდი რა. აი, გიწერენ რომ იცოდე. დავაი. ვინ გიყვართ ყველაზე მეტად? დედა. ხშირად ეუბნები? არა, მაგრამ მინდა რომ უხშირად უთხრა ხოლმე. მაშინ ეხლა დაურეკე და უთხარი რომ ძალიან გიყვარს. ტელეფონი რო გათიშული მაქვს? გინდა მე და გარეკინო? კი, დამარი. კაი, მოიცადე. იმედია მიპასუხებს თუ სამსახურში შენ. გიპასუხებს. თან უფრო მოულოდნელი იქნება. ალო, გესმის დედა. კი. მიყვარხარ ძალიან. მეც მიყვარხარ და სადა ხარ? გარეთ ვარ. წავედი და გაკოცე რა ბევრი. მეც აკოცნი. ვინ გიყვართ ყველაზე მეტად? დედაჩემი. ხშირად ეუბნებით რომ გიყვართ? კი. შეგიძლიათ ეხლა რომ დაურეკოთ და უთხრათ? მუშაობს და იმედია. იმედია გიპასუხებთ. ხო, რა არის შუდა? გცალია ეხლა? ხო, რა არის? ძალიან მიყვარხარ. მეც მიყვარხარ დედას ცოტა. ხო, უბრალოდ მინდა და რომ მეთქვა შენთვის.
ვინ გიყვართ ყველაზე მეტად? ჩემი შეყვარებული. და ხშირად ეუბნებით რომ გიყვართ? კი, ხოლმე. შეგიძლიათ ახლა რომ დაურეკოთ და უთხრათ. ეხა მეტროშია და რამდენად გავაგონებ არ ვიცი. ცადოთ. გესმის? კი. მიყვარხარ ყველაზე მეტად. ეს ყველგან გიყვარხარ რა. არაფერი ისე გითხრა. მე გადავდი. არა, ისე გითხარი რას გეღადა. ვინ გიყვართ ყველაზე მეტად? დედა. და ხშირად ეუბნები ხოლმე? არა, არ ვეუბნები. შეგიძლია რომ ახლა დაურეკო და უთხრა? კარგით. დე. გესმის? დე, ვიყვარხარ? მამა შენ ხარ? გამომიგია რა. ისე, რავი. ხოგად. კი. გაიგო დედა? არა. არ გაიგო? არა. მაშინ გადაეცი. რა გითხრა მარიამო? აი, დაგირეკავ. მადლობა დიდი. ნახვამდის.